გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ძიმე სიტუაცია PSG-ში, კვარაცხელია შანსი და სპალეტის განცხადება ქართველ ფეხბურთელზე. სიახლეების დაწყებამდე კითხავნა რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარე ფარხის გამოწერას, რადგან ჩვენ 100.000 გამომწერისკენ მივიწევთ. მადლობა თუ შენ ეს შემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ახალი ცნობები ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით. ვოტფორდის თავკაცმა ხავი გარსიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა კი იმედი გამოთქვა რომ ჩაკვე ერთ კვირაში მზად იქნება და კრაზანების გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს მალე აცნობებს. ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ცალკე მუშაობს. თუმცა 1 ან 2 კვირის შემდეგ შესაძლოა რომ მასთან დაკავშირებით კარგი ამბები ჰქონდეს. ვიმედოვნებ რომ ასე მოხდება, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით თუ როდის იქნება მზად. გიორგი კარგად მუშაობს. ასევე სამედიცინო შტაბით შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მე კი ვიმედოვნებ რომ მომდევნო დღეებში ის მზად იქნება, განაცხადა გუნდის თავკაცმა. მამარდაშვილის ახალი მიღწევა, მეხუთე მეკარე ლივერპულის ისტორიაში. ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ლივერპულმა საკუთარ კედლებში მადრიდის რეალი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი კი გახდა რიგით მეხუთე მეკარე მერსესაიდელთა ისტორიაში, რომელმაც სამეფო კლუბის წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ქართველ მეკარემდე კი ეს მოახერხეს რეი კლემენსმა, პეპე რეინამ, ალისონ ბეკერმან და კიომინ კელეჰერმა. ცნობისთვის ბრაზილიელი კონკურენტისგან განსხვავებით, ვალენსიას ყოფილმა მეკარემ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების წინააღმდეგ კარი მშრალად სადებიუტო შეხვედრაშივე შეინახა. რაც შეეხება წითლების იმ მეკარეებს, რომლებსაც ეს ვერ შეძლეს, ასეთი არის ორი: სიმონ მინოლე და ლორის კარიუსი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამარდამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. გიორგის თავდაჯერება კი მატჩიდან მატჩამდე იზრდება და გუნდთან ადაპტაციას წარმატებით გადის. დიდი სურპრიზი: ნაკრების განაცხადი და მარკა სტატია საქართველოზე. ვილისანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის აღარ არსებობს, საკუთარ მოედანზე ესპანეთთან დადებითი შედეგის მიღწევა მაინც ხმაურიანი ფაქტი იქნება, რადგან დღესდღეობით ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ხოლო სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვილისანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც 2 დებიუტანტი იქნება. მათ შორის კი არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. საქართველოს ნაკრები კი მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს თბილისში დაიწყებს. ასევე მას შემდეგ, რაც ვილისანიოლმა ბულგარეთთან და ესპანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, ჯვალოსნების განაცხადი ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მარკამ ჩვენს გუნდზე დაწერა. ვილისანიოლმა 25 კაციანი განაცხადი დაასახელა. გამოძახებულთა შორის კი დიდი ვარსკვლავებიც არიან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობენ. მაგალითად კვარა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე, რომლებიც პარი სენ-ჟერმენს, ლივერპულსა და ვილიარეალს წარმოადგენენ. ჯვალოსნების რიგებში ასევე არიან სპორტინგის ფეხბურთელი გიორგი ქოჩოლაშვილი, უდინეზეს მცველი საბა გოგლიჩიძე და ჰამბურგის წარმომადგენელი გიორგი კოჩოლეიშვილი. ქართველები ლუის დელაფუენტეს გუნდში ხვდებიან და სასწაულის მოხდენა შეეცდებიან. მათთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ურთულესი იქნება, რადგან მათ 1 მოგება და 3 წაგება აქვთ. საქართველოს კი 2 დიდი გამარჯვება ესაჭიროება და თურქეთიც უქულად უნდა დარჩეს. წერს მარკა. მე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით 2 შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ დინამოზე გასამართ შეხვედრაზე, სადაც საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ბილეთების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაყიდული. ამიტომ მოდით ამ რთულ პერიოდში ბიჭებს გვერდში დავუდგეთ, სტადიონი სრულიად დავავსოთ და მათ ვაგრძნობინოთ, რომ როგორც გამარჯვების, ისე მძიმე პერიოდის დროსაც მათთან ერთად ვართ, რადგან სწორედ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერაა დიდი წარმატების საფუძველი. როგორც მოგეხსენებათ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში PSG შინ ბაიერნთან 1-2 დამარცხდა, მაგრამ ამ მარცხის გარდა PSG-ისთვის ყველაზე სუდი ის ფაქტია, რომ გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა. პარი სენ-ჟერმენის პრობლემები გრძელდება და უფრო მეტადაც რთულდება. ცნობილი გახდა, რომ მაშრაფ ჰაკიმის შემდეგ რამდენიმე კვირას ნუნუ მენდეშიც გამოტოვებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ტრავმირებულთა სიას უსმან დემბელეც დაემატა. ამის შესახებ კი ფაბრისიო რომანო წერს. მისი თქმით, ოქროსბურთის მოქმედ გამარჯვებულს მარცხენა წვივის ტრავმა აქვს და მსგავსად ჩამოთვლილი ფლანგების მცველებისა ისიც რამდენიმე კვირას გამოტოვებს. პარიზელთათვის კი ეს საკმაოდ დიდი დარტყმა, რადგან ლუის ენრიკეს განკარგულებაში არც დეზირე დუეა. ასე და ამგვარად ფრანგულ გიგანტს ერთბაშად 4 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ეყოლება. რაც შეეხება ხვიჩას, ქართველ გარემარბს FIFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს. კერძოდ FIFA ზიბესის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია და ასევე გაირკვა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა შეუძლიათ. შემტევთა შორის კი საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ და FIFA-მ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. კვარაცხელიას კი საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს. შემტევების გარდა კი FIFA-მ ნახევარმცველები და მეკარეებიც გამოარჩია. საერთო ჯამში კი სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად 88 ფეხბურთელი იბრძვის და გამარჯვებულები
გამოკითხვით გამოვლინდებიან, რომელიც 28 ნოემბერს დასრულდება. ამასთან ერთად უნდა აღენიშნოს ის ფაქტიც, რომ იუვენტუსის თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ბებერი ქალბატონის თურქშემტევზე კენან ილდიზზე ისაუბრა, რომელიც მან ხუჩა კვარაცხელიას და ანტონიო დი ნატალი შეადარა. კენანს კითხეს ადურჩევნია თამაში. მას მარცხენა ფლანგიდან დაწყება და ცენტრისკენ შესვლა სურს, რაც სრულიად მაკმაყოფილებს. მისი საუკეთესო პოზიცია მეორე ფორვარდიან გარემარბია. ტექნიკური უნარებით ის კვარაცხელიას და დი ნატალის მაგონებს. ასეთი ფეხბურთელები არა მხოლოდ თამაშებზე, არამედ ვარჯიშებზეც ბრწყინავენ. ადრე გულშემატკივრები ხედავდნენ მხოლოდ 1%-ს იმისა, რასაც ფეხბურთელები კვირის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ ახლა სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება, განაცხადა სპალეტი. მესი თურქეთში რა ინფორმაცია ვრცელდება არგენტინელი ფეხბურთელის თავს? რეალმა ზაფხულში ვინისიუსის გაყიდვა გადაწყვიტა. რა ხდება ბრაზილიელი ფეხბურთელის თავს? გერმანული გამოცემა ბილდის ექსკლუზიური ინფორმაციით, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 2026 წლის ზაფხულში გუნდის ბრაზილიელი გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი გაყიდოს. გამოცემის ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება სამეფო კლუბში ჯერ კიდევ ლივერპულთან მატჩამდე ელ კლასიკოში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს. ცნობისთვის მას შემდეგ, რაც შაბი ალონსომ ბარსასთან მატჩის მიმდინარეობისას ვინისიუსი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. თუმცა რამდენიმე დღეში ვინისიუსმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ შაბი ალონსომ აღნიშნა, რომ ინციდენტი ამოწურულია და ის ვინისიუსის თამაშით კმაყოფილია. თუმცა ბილდის ინფორმაციით რეალის ხელმძღვანელობა აღაშფოთა გამოცემას ზე ატლეტიკში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომლის ანონიმური წყაროც ამტკიცებდა, რომ სამეფო კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს ალონსოს მეთოდები არ მოსწონს. ბლანკოსის ხელმძღვანელობა კი ფიქრობს, რომ ზე ატლეტიკის წყარო ვინისიუსის ახლო გარემოცვის რომელიმე წარმომადგენელია. ფლორენტინო პერეს სუპერვარსკვლავებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან კარგად გამოსდის, თუმცა ვინისიუსმა ალონსოსთან დაკავშირებით ყველა სხვას გადააჭარბა და ბოლო წლებში მოედნის მიღმა რამდენიმე ინციდენტის მონაწილე იყო. ახლა კი პერეს სურს იმის დემონსტრირება, რომ ვერც ერთი ფეხბურთელი კლუბზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება. წერს გამოცემა ბილდი. გალათასარაის ამ თვის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. თურქული მედიის ინფორმაციით, გალათასარაის ლიონელ მესის იჯარით დამატება სურს. როგორც მოგეხსენებათ, MLS-ში რეგულარული სეზონი ოქტომბერში დასრულდება. პლეი-ოფები კი დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. ამიტომ თუ ინტერ მაიამი ფინალამდე მივა, არგენტინელი ფეხბურთელი წლის ბოლო კალენდარულ შეხვედრას 6 დეკემბერს გამართავს. ამის შემდეგ ინტერ მაიამი მოედანს მხოლოდ 2026 წლის მარტში დაუბრუნდება. გავლენიანი თურქული გამოცემა ფოტომაკის ინფორმაციით კი სწორედ ამ 4 თვიანი პაუზის გამოყენებას გეგმავენ სტამბოლური კლუბის მესურვეები. ასევე ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით მესიმ შესაძლოა სათამაშო კონდიციების შენარჩუნების მიზნით რომელიმე ევროპულ კლუბს იჯარით შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ წარსულში MLS-ში გადაბარგებული რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის შემთხვევაშიც მომხდარა. მაგალითად, დავიდ ბექემი იჯარით მილანში გადავიდა, ასევე ტიერი ანრი არსენალში, რობი კინი ასტონ ვილაში, ლენდონ დონოვანი კი ბაიერნში და ევერტონში. თუმცა სურს თუ არა არგენტინელ ფეხბურთელს ზამთარში ევროპაში დაბრუნება და როგორ იქნება ინტერ მაიამის პოზიცია მის შესაძლო იჯარასთან დაკავშირებით, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.